ლევან იოსელიანმა სცადა, რომ ქართული ოცნებისთვის მაშველი რგოლი ყოფილიყო და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა, რომ თითქოს დატყვევებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა ეს მცდელობა მას არ გამოუვიდა, რადგან დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ამხილეს სახალხო დამცველი ირკვევა, რომ ლევან იოსელიანი, როდესაც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა, ეყრდნობოდა ერთი კვირის წინადელ ლაბორატორიულ დასკვნებს. დღეს კი მზია ამაღლობელისთვის შიმშილობის მე-17 დღეა, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. შესაბამისად, ლევან იოსელიანის განცხადებები, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი თავისუფალი ჟურნალისტებისთვის არის მცდელობა, რომ რეჟიმის საქმე გააკეთოს. ის, რომ დატყვევებული ჟურნალისტის გათავისუფლება არის აუცილებელი, ამაზე საუბრობენ მედიის წარმომადგენლები. დღეს ისინი 3 საათზე კოკა-კაცის უწყებასთან გამართავენ საპროტესტო აქციას, მოითხოვენ მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი მიანიჭოს კარლო კაციტაძის უწყებამ, რადგან დაზარალებული სტატუსი იქნება დამატებით ახალი არგუმენტი დაცვის მხარისთვის, რომ შუამდგომლობით შევიდეს სასამართლოში აკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, რადგან თავად პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მიმდინარე პროცესები ჟურნალისტებს იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ ლევან იოსელიანი არ არის რეალურად სახალხო დამცველი და ის არის ქართული ოცნების სამსახურში მყოფი პირი. სახალხო დამცველად წოდებული ლევან იოსელიანი არის რუსული ოცნების და რუსული რეჟიმის მსახური, მავნებელი და ყველაფერთან ერთად შტერი. წუხა რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს ასეა და მთავარი შტერი იმიტომ არის და მავნებელი ის, რომ 21 იანვრის შემდეგ მას არ აქვს ანალიზების პასუხები. შესაძლოა მზია იმ გრძელ დერეფას ჯერ კიდევ თავისი ფეხით გამოდის თავისი საკნიდან მისაღებო თანხამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჯანმრთელად არის და მის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და აქვს ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მას დააკავებდნენ და ახლა 16 დღიანი უწყვეტი შიმშილობის ფონზე შეუძლებელია, რომ ის არ გართულებულიყო და მას საფრთხე არ ემუქრებოდეს. და როდესაც დღეს აკეთებს სახალხო დამცველად წოდებული განცხადებას და ეყრდნობა 21 იანვრის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, დიახ, ის არის ამიტომაც მავნებელი. და თვითონ შიმშილოს ლევან იოსელიანმა 16 დღე და ვნახოთ როგორი კარგად და ნორმალურად იქნება. ასე ზედაპირულად კი არ უნდა საუბრობდეს სახალხო დამცველი, რომ რა კი დავინახე, რომ ადამიანმა გაიარა და არ დაჭირდა მას ზედმეტი ხელის შეშველება და შეხიდება, ის არის ნორმალურად. ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური. მან უნდა ისაუბროს იმაზე, რომ მუდმივ მოქმედი მონიტორინგი უნდა იყოს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტიდან იმ ადამიანზე, რომელიც დღეს აპრობილეში არის გამოკეტილი და 16 დღეა შიმშილობს. და არ უნდა იყოს არც ერთი წუთი ყურადღების გარეშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ საჯაროდაც გვითქვამს, ძალიან ბევრ შეხვედრაზეც გვითქვამს ამის თაობაზე, რომ მას აქვს გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობის და აი ეს მდგომარეობა, შიმშილობა 16 დღიანი არის დამაზიანებელი იმ კონკრეტული რეციდივებისთვისაც. ის, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ის არ გრძნობს თავს კარგად, ასევე ის, რომ უსაფუძვლო ბრალდებით ყავს ის ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლება სიხეში გამოკეტილი, ამაზე საუბრობენ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პოლიტპატიმრების საკითხში მზია ამაღლობელის თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რა თქვა კონგრესმენმა, ამას ახლა ჩვენი მაყურებელი მოისმენს. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც დე-ფაქტო ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის. მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი. მზია ამაღლობელი მე-17 დღეა, რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, ამაზე საუბრობს მისი ადვოკატი, მეგობრები, ახლობლები, მედიის წარმომადგენლები, ირკვევა, რომ ციხეში მას მხოლოდ მინიმალურ კვლევებს უტარებენ, საუბარი არის წნევის გაზომვაზე, პულსის გაზომვაზე, თუმცა ბუნებრივია, მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით საუბარიც კი არ არის, ამას პენიტენციური დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს
ავყოფს რუსთავის ქალთა კოლონიაში, იქ სადაც მოთავსებული არის მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სინდისის პატიმრებით შიმშილობენ ორ პატიმარს. გლდანის დაწესებულებაში უკვე მერვე დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული. მედიის წარმომადგენლებს კი როგორც გითხარით, ზუსტად 3 საათზე საპროტესტო აქცია აქვთ დღეს დაანონსებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. კოკა კაციწაძის უწყებისგან ჟურნალისტები მოითხოვენ მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი მიენიჭოს.